ეხლა დიდი მარხვის მესამე კვირა მოდის, კვირა დღე რო არის. და დიდი მარხვის მესამე კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ყველა კვირას თავისი სულიერი დატვირთვა აქვს და შინაარსი და მესამე კვირას ესე იგი ხდება ხოლმე რომ ჯვარი გამობრძანდება, ყვავილებით შემკული ჯვარი და შუა ტაძარში დაბრძანდება და ადამიანები მორწმუნეები მიდიან და ჯვარს ეთაყვანებიან და რატო ხდება ახლა ეს რომ ეკლესიამ კიდევ ერთხელ შეახსენოს ადამიანს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი. რომ თითოეული ადამიანი აი ამ ჯვრის სიდვით უნდა გადარჩეს. მაცხოვარი ამბობს სახარებაში წერია რომ ესე იგი ვისაც უნდაო რომ გამომყვესო უარყოს თავი თვისი აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე. და ქრისტიანობაც ხო ეს არის რომ ქრისტეს რომ გაყვები. ქრისტიანობა ეს არის და საკუთარი ჯვრის აღება რას ნიშნავს ახლა? აი მაგალითად არის ერთი ასეთი წმინდანი, წმინდა თეოფანე დაყუდებული. და ის ამბობს ჯვრის რამდენიმე ნაწილზე საუბრობს, სამ ნაწილზე საუბრობს, რომ ჯვრის ერთი ნაწილი არისო ჩვენი განსაცდელები, ჩვენი მწუხარება, ჩვენი ტკივილი, რაღაცა უსიამოვნო შემთხვევა, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს და ყველაფერი ეს არ არის შემთხვევით. ადამიანის ცხოვრებაში არც ერთი ტკივილი თუ უსიამოვნო შემთხვევა არ არის შემთხვევით. საერთოდ ქრისტიანობა შემთხვევითობას გამორიცხავს. და აი ამ ტკივილების თუ უსიამოვნო შემთხვევების თუ განსაცდელების ერთობლიობა, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება ჰქონდეს, ეს არისო ჯვრის ერთი ფრთაო, ერთი ნაწილი. და ესეც შემთხვევით არ არის, ყველას თავისებური განსაცდელი აქვს. აი სახარებაში წერია ასეთი რამე. ერთ კაცო ლეღვი ჰქონდაო თავის ბაღში და მიდიოდა და ნახულობდა რომ ნაყოფი არ ჰქონდა. და ეუბნება თავის მებაღეს რომ მოდიო რატომ აფუჭებსო ტყუილად ნიადაგსო მოუჭრათ ეს ლეგვის ხეო და მებაღე მუთხრა რომ მოდიო ამ წელსაც ვაცადოთ. გარშემო შემოუთოხნოთო და გავანოყიეროთ. და ვაცადოთ ეს ერთი წელიწო და იქნებ გამოიღოს ნაყოფიო თუ არა და მერე მოვკვეთოთ. და სახარებისეულად ასე განიმარტება რომ ის რომ გარშემო შემოუთოხნო და რაღაცით გაანოყიერო ეს არის სწორედ განსაცდელები. ჩვენ ვართ ის უნაყოფო ლეგვის ხე, უნაყოფოებაში იგულისხმება ამ შემთხვევაში რომ ადამიანს სინანული არ აქვს. და იმისათვის რომ ადამიანის სინანულში ჩავარდეს, უმეტეს შემთხვევაში მაინც ესეა, რაღაცა განსაცდელებით მოვდივართ და რაღაცა განსაცდელი უფრო შეძრავს ხოლმე ჩვენს სულს და დაგვაფიქრებს ამ წუთისოფლის ამაოებაზე. აი მაგალითისთვის ვიტყვი. როდესაც მამამთავარი იაკობის დროს ისრაელიანები, ანუ ებრაელები ეგვიპტეში გადასახლდნენ და იქ 400 წელი მონობაში იმყოფებოდნენ, თავიდან კარგად იყვნენ, სანამ იოსები ცოცხალი იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ როდესაც იოსები გარდაცვალების პირას იყო, ეს მამამთავარი იაკობის ერთ-ერთი შვილი იყო. მან უთხრა თავის ძმებს ასეთი რამ, ის დაწინაურებული კაცი იყო ეგვიპტეში და მისი გაყიდვის ისტორია ალბათ ბიბლიიდან კარგად იცით, ვინც ამას კითხულობთ, რომ ძმებმა გაყიდეს თავისი პატარა ძმა იოსები და საბოლოო ჯამში აქაც ღვთის განგებულება გამოჩნდა, რომ როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა ყველგან, სწორედ მისი მეშვეობით იქნა გამოხსნილი თავისი ოჯახით და არა მარტო მისი ოჯახი, არამედ მრავალი ადამიანი და მოკლედ ეს გრძელი ისტორია, მე ამას აღარ მოვყვევი, მაგრამ როდესაც იოსები გარდაცვალების პირას იყო, თავის ძმებს უთხრა რომ ღმერთი რომ მოგხედავთო და
თავის ნათესავებს ღმერთი რომ მოგხედავთო და ამ ქვეყნიდან გაგიყვანთო და რომ დაგვაბრუნებსო ჩვენს მიწაზე ჩემი ძვლები თან წაიღეთო. მაგრამ მოხდა ისე რომ იოსებმა იცის რომ იქ მუდმივად სამკვიდრებლად კი არ არიან მისულები, არამედ დროებით არიან. და იციან რომ თავისი სამშობლო არ უნდა დაავიწყდეთ და იქ უნდა წავიდნენ. მაგრამ აი ამ ხალხს დაავიწყდა ეს იოსების ეს ანდერძი, იქ წერია რომ გარდაიცვალნენ იაკობის შვილები და იოსები. იოსებზე აქ აქცენტი გაკეთებული და ამაში რა იგულისხმება, რომ მათ დაავიწყდათ იოსების ანდერძი. ისევე როგორც ადამიანს ხშირ შემთხვევაში ავიწყდება, რომ ამ წუთის სოფელში დროებით არის მოსული. და იქაც ეს მოხდა, მათ დაავიწყდათ, რომ დროებით იყვნენ ეგვიპტის მიწაზე. მაგრამ კარგად იყვნენ. კარგად მოეწყნენ ესე რომ ვთქვათ და ფიქრობდნენ, რომ სულ იქ უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ გარდაიცვალა იოსები და სხვა ფარაონი მოვიდა შემდგომ ეგვიპტეში, ძალიან დაუმძიმდათ ყოფა ებრაელებს ეგვიპტეში. ჯერ იყო ის, რომ ესე იგი ალიზის აგურებს აკეთებდნენ მშენებლობისათვის და პირველი ბრძანება, რაც ფარაონმა გამოსცა, იყო ის, რომ აგურის რაოდენობა იგივე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მასალას აღარ აძლევდნენ, მასალას თვითონ უნდა მოეპოვებინათ. და ძალიან დაუმძიმდა შრომა, ესე იგი და იმიტომ აკეთებდნენ ამას, რომ აღარ გამრავლებულიყვნენ, ესე შრომით და ჯაფით გაეწყვიტათ. მაგრამ აიც რო ხედავდნენ, რომ მრავლდებოდნენ, ასეთი რამ გამოსცა ბრძანება მე ფარაონმა, რომ ესე იგი იმ ბებია ქალებს, ვისაც უნდა ემშობიარებინათ ებრაელები, თუ ვაჟი იქნებოდა, იქვე უნდა მოეკლათ. გოგონა დაეტოვათ. მაგრამ მაინც მრავლდებოდნენ. შემდეგ გააკეთეს ისე, რომ ყველა ვაჟი უნდა მოეკლათ, ვინც კი თუნდაც მაშინო კი არა მშობიარობის დროს, თუნდაც წამოზრდილი ენახათ, ყველა ვაჟი უნდა დაეხოცათ, მაგრამ მაინც მრავლდებოდნენ. ეს განსაცდელები რატომ მოვიდა მათზე? იმიტომ მოვიდა, რომ მათ გახსენებოდათ, რომ იქ დროებით იყვნენ და არა მუდმივად. და ჩვენს ცხოვრებაშიც აი როგორ ამბობს ეს წმინდა მამა, ეს წმინდა თეოფანე დაყუდებული, როდესაც განსაცდელებზე საუბრობს, რომ აი ეს ტკივილი, რაც ადამიანს ამ წუთის სოფელში აქვს, ეს ტკივილი უნდა ახსენებდეს და ამოათქმევინებდეს მარადიული ცხოვრების სურვილს, რომ ამ წუთის სოფელში არაფერი კარგი არ არის და იმას ეძებდეს, სადაც არის მარადიული სიხარული, რომ არ მიეჯაჭოს ადამიანი ამ წუთის სოფელს. დავით მეფსალმუნე ასე ამბობს, ღელესა მას გლოვისასავ, ასე ახასიათებს აი ამ წუთის სოფელს. ეს არისო გლოვის ღელე. და ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების წლები არისო 70-იო და თუ უკეთ უძლიერებას ეშინა, თუ უფრო მხნეთ არის და ჯანმრთელად არის 80 წელიო. და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაო, ამ ცხოვრების წლებიდანაც უმეტესი არის ტკივილი და შრომა. და მაგრამ ადამიანს ელოდება მარადიული სიხარული და როდესაც ავიწყდება ეს მარადიული სიხარული, მოდის რაღაცა განსაცდელი იმისათვის, რომ ის გაახსენოს. აი მაგალითად ერთ ასეთ ამბავს ყვებიან ხოლმე, რომ ერთი მონასტერი იყო და ახალგაზრდა ბიჭი მივიდა იქ განდეგილ ბერთან და დასახლდა იქ, ცხოვრობდა. მერე ამ ბერმა მდინარეზე გაგზავნა, რაღაცა წყალი უნდა ამოეტანა, ეს ახალგაზრდა კაცი გაგზავნა. როდესაც ჩამოვიდა ამ მდინარეზე, დაინახა იქ ახალგაზრდა გოგონა, მოეწონა, დარჩა ცოტა ხანი მისი გულისთვის. გაიცნო, შეუყვარდათ ერთმანეთი, გავიდა დრო, დაუჯახდნენ. ამ მდინარის პირზე სახლი ააშენეს, შვილები ყავთ, ასე ცხოვრობენ, გავიდა წლები. და მოხდა ისე, რომ ადიდა ეს მდინარე. წყალდიდობა. მათი სახლიც დაინგრა, წაიღო ყველაფერი. ამ ახალგაზრდა კაცმაც ვერ გადაარჩინა, ვერც შვილები, ვერც მეუღლე და
და თავი ძლივს გამოიტანა ამ მდინარიდან და ასე სანაპიროზე არის წამოწოლილი და გაიხედა და დაინახავს ტალახში ჩავარდნილ აი ამ დოკს თუ კოკას რითიც იმბერმა გამოგზავნა მონასტრიდან და გაახსენდა რისთვის ჩამოვიდა მდინარეზე. და აი ესე განსასწრელი ზოგჯერ ჩვენ გვახსენებს ხოლმე რისთვის მოვიდა ადამიანი ამ წუთის სოფელში. ზოგჯერ ადამიანს ჩაეძინება თავის საზრუნავებში, თავის პრობლემებში, თავის თუნდაც სიხარულში და წარმატებაში და აი ეს განსასწრელები ადამიანებს აფხიზლებენ. და ზოგს მცირე განსასწრელი ყოფნის ამისთვის, ზოგს უფრო მეტი ჭირდება. და წმინდა წერილში აი ამ განსასწრელებს სასჯელი კი არ ეწოდება, ანუ ღმერთი კი არ სჯის ადამიანს. არამედ ღმერთი აფხიზლებს ამითი ადამიანს. აი ესე და ასწავლის. იმისთვის ასწავლის, რომ არ დაისაჯოს მარადიულად. ესე ამბობს მოციქული პეტრე, კი არ სჯის ამითი, არამედ ასწავლის. აი მაგალითად სახში რომ მიწისძვრაა და როზძინავთ შვილებს, რას აკეთებ, უნდა გააღვიძო, ხო? შეიძლება სახეში შემოულაწუნო, რომ წამოდგეს დროზე, ვერ აღვიძებ, ვერ აფხიზლებ და ის სახეში შემოულაწუნება მისთვის სასჯელი კი არ არის, არამედ რომ გამოაფხიზლოს და რომ გადარჩეს. და ჩვენ ზოგჯერ ისე ღრმად ჩაგვეძინება, რომ ჩვენ ვაიძულებთ ღმერთს, რომ ესეთი რაღაცა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ განსასწრელის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება. მეორე ნაწილი ჩვენი ჯვრისა, ეს არის ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი პასუხისგებლობა. ჩვენ სამწუხაროდ ახლა ჩვენ ბავშვებსაც რო ხვდებით ხოლმე, ვეუბნები მე რომ სამწუხაროდ დღეს უფრო მინიშნება და აქცენტი კეთდება ჩვენს უფლებებზე, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანს აქვს რაღაცების უფლება, მაგრამ ადამიანს აქვს პასუხისგებლობა. ადამიანს აქვს მოვალეობა, აქვს ვალდებულებები და ვალდებულება გვაქვს ჩვენ მაგალითად ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, ჩვენი მეგობრების თუ ჩვენი ქალაქის თუ ჩვენი სამშობლოს და ღვთის წინაშე გვაქვს პასუხისგებლობა. აი მაგალითად ადამიანი რომ დაოჯახდება, სანამ დაოჯახდება თავის მომავალ მეუღლესთან ხო არ აქვს ეს პასუხისგებლობა, არ იცნობს საერთოდ, მაგრამ რო გაიცნობს და დაოჯახდება, უკვე ეს მისი ჯვარია, მისი ჯვრის ნაწილია. და თუ მანამდე სიტყვაზე დროის 100% შენ გეკუთვნოდა, ეხლა 50-იღა გეკუთვნის, 50 მეუღლეს ეკუთვნის. მერე შვილები რო გყავთ, მერე მათზეც ნაწილდება ის დროის პროცენტულად არა და ესეც ჯვარია ჩვენი. და ზოგი ირჩევს მონასტრულ ცხოვრებას, ესეც მისი ჯვარია. ზოგი ოჯახურ ცხოვრებას ირჩევს. ანუ ეს ისე არ არის, რომ ეხლა ეს აღარ მოგწონს და მოდის სხვა ეძებო. ეს შენი ჯვარია. ასეთი ხასიათი აღმოაჩნდა მერე თუ ისეთი აღმოაჩნდა, შენი ჯვარია. შენ ვერ ეთქვი ადამიანი უფალს, რომ აი ჯვრიდან ჩამოუხსენო. მაშინ ნიშნავს ეგ იმას, რომ შენ სული ცხონებაზე უარი თქვა. არამედ იქ წერია, რომ ვინც ბოლომდე მოითმევს, ის ცხონდება. ვინც ბოლომდე მოითმევს. და აი ეს პასუხისგებლობა, ეს ვალდებულება, ეხლა მაგალითად აი მოციქული პავლე ამბობს, რომ ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთო და ესრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესიო და ჩვენ ოჯახში ახლა კი შეიძლება გავიდეს დრო და თავიდან თუ მოგწონდა იმისი ლამაზი თვალები თუ იმისი ხმა თუ მასთან ერთად ყოფნა სასიამოვნო იყო. ესეც ბუნებრივია და ამის გარეშე შეიძლება თავიდანვე რომ გაგიაზრებინა ყველა ის პრობლემა, შეიძლება არც დაოჯახებულიყავ. ზოგიერთი ახალგაზრდობაში უფრო უადვილდებათ, მერე ალბათ მაგიტო უჭირს ცოტა და მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე ხო ვერ გაიცნობ ადამიანს. მერე ნელ-ნელა ჩნდება მისი ხასიათები და რაღაცა მოგეწონება, რაღაც არ მოგეწონება. და მასაც რაღაცა მოეწონება ჩვენი და რაღაც არ მოეწონება, რა ეხლა ჩვენში ყველაფერი მოსაწონია? ისიც რაღაცას ითმევს. ჩვენც რაღაც უნდა მოითმინოთ.
ესე საერთოდ ესე რომ შევხედოთ, კარგი, შენ აირჩიე ის და შენ იცნობდი და გინდოდა რომ ესეთი მოგეყვანა ცოლად, კაი, არ იცოდი თუ იცოდი როგორიც იყო, მაგრამ შვილებს ხო საერთოდ არაფერი არ აურჩევია. შენ თუ არ ვარგიხარ, შენ შვილებს ხო ეგეთი შევხვდი, მას ხო არ აურჩევი ხარ. და რა ქნა ნიმად, ხო უნდა მოითმინონ შენ. და ჩვენ ზოგჯერ ჩვენი შვილებისას ვერ ვითმეთ. არ და შვილებს უფრო გაემართლებათ ამ მხრივ, იმიტომ რომ შვილებს არ ევალებოდა ჩვენი აღზრდა და გამოსწორება და ისეთებს გითმენენ როგორებიც ვართ. ჩვენ გვევალებოდა შვილების აღზრდა. და ისეთი აღგვეზარდა, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო და მაშინ ვისი ბრალია ესე იგი თუ რაღაცა არის მოსათნე. მაგრამ ამ რატო ვამბობ, რომ ოჯახში ყველას რაღაც აქვს მოსათმენი და ესეც ჯვრის ნაწილია. ამით უნდა გადარჩეს ადამიანი. და მესამე ფრთა, როგორც ამბობს წმინდა მამა, არის ჩვენი დაცემული ბუნება. ჩვენ ყველას თავისებური სულიერი ბრძოლა გვაქვს და ადამიანი რომელიც ქრისტეს გზას შეუდგება, არ არსებობს ამ ბრძოლის გარეშე რო იყოს. აი, რამდენიერი ცოდვა, რამდენიერი ცოდვიანი მიდრეკილება არსებობს. და ჩვენ ყველას ჩვენებური გვაქვს. ვიღაცას შეიძლება სიზარმაცის, ვიღაცას შურის, ამპარტავნების თუ ნაკროვანების თუ რა ვიცი, ყველანაირი ცოდვა შეიძლება არსებობს. ზოგ შეიძლება ერთი აქვს, უფრო მძლავრად ებრძვის, ვიღაცას ორი, ვიღაცას უფრო მეტი. და ესეც ჩვენი ჯვრის ნაწილია. რომ ჩვენ გვიმძიმს აი ამ ბრძოლაში ყოფნა და ესეც ადამიანმა უნდა იტვირთოს. ხო, არავის არ სიამოვნებს ესა თუ ის დაცემა რო შეემთხვა. აი მაგალითად ვიღაცას მრისხანების ცოდვა აქვს, აი კიდევ რო ჩავარდა მრისხანებაში, არ უნდა რომ შვიდად მოეთმინა. კიდევ რო თავშეუკავებლობა გამოიჩინა და იმაზე მეტი ჭამა ვიდრე უნდა ეჭამა. ვიღაცას კიდევ უფრო უნდა რომ ყოჩაღად გაეკეთებინა რაღაც, მაგრამ სიზარმაცის გამო კიდევ ვერ შეძლო და ასე შემდეგ და ეს ხო გარკვეულ სულიერ სიმძიმეს წარმოადგენს, აი გინდა რომ გააკეთო, მაგრამ ვერ აკეთებ. გებძვის. და ესეც ჯვრის ნაწილია, ესეც გარკვეული სიმძიმეა და აი ეს ყველაფერი ერთად აღებული განსაცდელები, ჩვენი პასუხისგებლობა და ჩვენი დაცემული ბუნება და ბრძოლა, სულიერი ბრძოლა. აი შეადგენს ჩვენს ცხოვრებისეულ ჯვარს, როგორც ეს წმინდა მამა ამბობს და ამას ადამიანს ღმერთი განუკუთვნებს. ვის რამხელა სიმძიმის ჯვარი ჰქონდეს. იმიტომ რომ მან იცის ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი გადარჩენის გზა მან იცის. აი ჩვენ ზიარების ლოცვაში ასე ვამბობთ, მაცხოვნე მეუფალო ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. ანუ როგორც შენ იცი, როგორც შენ გნებავს, რამდენი განსაცდელით შენ იცი რომ მე მაცხოვნებს, იმდენი გამომიგზავნე, რა ვარდებულება თუ პასუხისგებლობაც მე ესე იგი უნდა ვიტვირთო, შენ უფრო იცი და შენ დამაკისრე იმდენი და შენ მომეცი ძალა აი ამ სულიერ ბრძოლაში და ესე რომ ზოგჯერ ადამიანს უნდა რომ თავის ძალებზე აღმატებული ჯვარი იტვირთოს. ასეთ სიამაყით შეიძლება მოსდიოდეს. ზოგჯერ ადამიანს პირიქით იმაზე პატარა უნდა რომ იტვირთოს, ვიდრე ეს მის სულის გადარჩენას შეესაბამება და ფიქრობს, რომ აი სხვას იოლი ცხოვრება აქვს. მე რომ ის ადგილზე ყოფილიყავი, გადარჩებოდი ფიქრობს, მაგრამ ის ადგილზე ვინ იცის შენ რას მოიმოქმედებდი? არავინ არ იცის. ან როდესაც ჩვენ ერთმანეთს განვიკითხავთ, რომ იმან ასე გააკეთა, ის ისე მოიქცა, ის ასეთია. ვინ იცის მის ადგილზე ჩვენ იქნებ უარესად მოქცეულიყავთ. ხო არ ვიცით რა სიმძიმე მიაქვს მას. ჩვენ არ ვიცით მას რა ტვირთი მიაქვს. შინაგანად რამხელა სიმძიმეს ატარებს ჩვენ არ ვიცით. ამიტომაც ხის სიგანშის საქმეშიც უნდა თავშეკავებით იყოს ადამიანი და საკუთარი ჯვრის ტარების საქმეში კიდე მოთმინებით უნდა იყოს და უნდა ეძებოს არა ესა თუ ის ჯვარი, არამედ უნდა ეძებოს ღვთისგან ძალა და შემწეობა. არც უნდა იწუწუნოს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი დრტვინავს და უფალს განიკითხავს იმის გამო, რომ ჩვენ ასეთი ჯვარი შეგვხვდა,
ეს ჯვარი უფრო მეტად მძიმდება. და წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ასეთ რამეს ამბობს. როდესაც ჯვრის შესახებ საუბრობს, რომ ჩვენ თითოეულს ხო გვაქვს ჩვენი ჯვარი და თუ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნა, მაშინ ეს ჯვარი მსუბუქდება. და როდის შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად? ანუ თუ ჩვენი ჯვარი ჩვენ ჯვრად დარჩა, ეს მძიმდება. და მძიმდება მაშინ, როდესაც ადამიანი წუხს და დრტვინავს, იმის გამო, რომ ასეთი მძიმე ცხოვრება შეხვდა, ასეთი მძიმე პასუხისგებლობა თუ ასეთი განსაცდელები. როდესაც ამას ფიქრობს, უფრო უმძიმდება ეს ჯვარი. მაგრამ როდის უმსუბუქდება, როდესაც ეს ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნება და როდის გარდაიქმნება, რას ამბობს ეს წმინდა მამა? აი, კეთილგონიერი ავაზაკის სიტყვები გავიგზავნოთ. რას ეუბნება? როდესაც მარცხნივ ყოფი ავაზაკი მაცხოვარს ეუბნება, რომ შენ თუ ქრისტე ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი. კეთილგონიერი ავაზაკი, ანუ მარჯვნივ ყოფი ავაზაკი ასეთ რამეს პასუხობს. ჩვენო სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით მოგვეგების, ანუ ჩვენ სამართლიანად ვისჯებით. და თუ ადამიანს ესეთი განწყობა აქვს თავისი ჯვრის ტარების საქმეში, ამ დროს მისი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნება და რა განწყობაა ეს? ჩვენს თავზე მოწეული განსაცდელი ღირსად თუ ვთვლით ჩვენ თავს, ესე იგი ჩვენი ჯვარი მსუბუქდება. ის კი არა რომ მე რატო მომივიდა ეს, არამედ ის რომ მე უარესიც უნდა მოვსვლოთ. ესმით აი ეს შინაგანად ესე დახვდება თითოეულ განსაცდელს. მე უარესიც უნდა მოვსვლოთ და მადლობა ღმერთო რომ არ მომივიდა უარესი. და როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, თუ ადამიანი საკუთარ თავზე მოწეულ განსაცდელს მადლიერებით შეხვდება, ეს მოწამეობად შეერაცხება მას. და წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ ამ დროს ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნება შენი ჯვარი და მსუბუქდება. ორივე ავაზაკი ჯვარცმული იყო, ხო, მაცხოვართან ერთად, ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ და წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ერთ-ერთი წმინდა მამამ ეხლა სახელი დამოვიწყდა, რომ ჩვენ თითოეული ადამიანი ქრისტესთან ერთად ვართ ჯვარცმული. და ვიღაც ამბობს, რომ ვიღაც ისეთი განწყობა აქვს, როგორც მარცხნივ ყოფ ავაზაკს და წუხს და დრტვინავს თავისი ხვედრის გამო. და უფალს ეუბნება, შენ თუ ქრისტე ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენც. ამ სიტყვებით არ ეუბნება, არამედ ამბობს, თუ ღმერთი არის, სად არის ღმერთი, რატო ვარ მე ასეთ მდგომარეობაში? და მარჯვნივ ყოფი და უფრო უმძიმდება მას თავისი ყოფა. რეალურად უფრო უმძიმდება. არ არის შინაგანად კარგად ასე დროს ადამიანი. მაგრამ ზოგი მარჯვნივ ყოფ ავაზაკს გავს, რომელიც თავის თავს აბრალებს და არავის სხვას არაფერს არ აბრალებს. როდესაც ადამიანი თავის ცუდად ყოფნას ვინმეს ან რაიმეს აბრალებს, ეგ ნიშნავს, რომ მარცხნივ ყოფი ავაზაკივით აქვს განწყობა და უფრო უმძიმდება. მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს და უარესის ღირსადაც მიაჩნია თავი, მაშინ ეგ ნიშნავს, რომ მარჯვნივ ყოფი ავაზაკივით აქვს განწყობა ესეთი სწორი და ამ დროს მსუბუქდება მისი ჯვარი და მაცხოვნებელი ხდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შემსუბუქებაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაცხოვნებელია ეს ჯვარი. გინდა თუ არ გინდა, ჯვარცმული ხარ. გინდა თუ არ გინდა, გოლგოთას გზასა ხარ შემდგარი. მაგრამ ვიღაცა ითმენს წუწუნით და ვიღაცა მადლიერებით. ორივეს მოუწევს რომ მოითმინოს. აი სხვა რაგზე დავუშვათ, აი სიტყვაზე ამბობ, ადამიანმა ფეხი მოიტეხა. რა, რომ იწუწუნებს და იტყვის რომ მე ამას არ მოვითმენ, გაუმთელდება? ხო მაინც მოუწევს რომ მოითმინოს. მაგრამ თუ იტყვის რომ დიდება შენ და უფალო ვინ იცის, რას გადამარჩინე ახლა ამით? იქნებ ჯამთელი ფეხით სად წავსულიყავი და რა ცოდვას ამარიდე ახლა. აი ესე თუ შეხედავს, მაშინ შეუმსუბუქდა და მადლიერი თუ დარჩება, ეს მოწამეობა შეერაცხება. მაგრამ თუ წუხილს დაიწყებს და იტყვის რომ ახლა რატო მოხდა ეს, აღამე მომივიდა და სხვა ამგვარი,
რა მოურჩება უცბად ის ფეხი, ახან არ უნდა რომ მოითმინოს. მოთმენა ყველა შემთხვევაში მოუწევს, მაგრამ თუ ადამიანი სულგძელად ითმის და მადლიერებით, აი ეს არის უკვე მაცხოვნებელი. თორე წუწუნით თუ ითმის, ეს არ არის მაცხოვნებელი. თუ მადლიერებით ითმის, ეს მაცხოვნებელი. ჩვენ იმისათვის რომ ჩვენი ჯვარი შეგვახსენოს ეკლესია ამიტომაც აკეთებს ამას რომ დიდი მარხვის ყოველი მესამე კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და იგი ჩვენ უნდა შევხედოთ ესე იგი როგორ მიგვაქვს ჩვენი ჯვარი თუ დამძიმებულია რატოა დამძიმებული იქნებ განწყობა არ გვაქვს სწორი და იმიტომ უფრო მძიმდება ჩვენი ჯვარი რაც შეეხება აი აღსარებას, როდესაც ჩვენ დიდ მარხვაში მოვდივართ ხოლმე ტაძარში. შეიგი. თავარი რა არის, რომ ადამიანმა მიატოვოს ძველი წესი ცხოვრებისა და ქრისტეს შეუდგეს. ჩვენი ცხოვრება რომ გარდაიქმნას ქრისტიანული ცხოვრების წესით რომ ვიცხოვროთ, ესე იგი. აქ თავარი ის კი არ არის, რომ ადამიანმა მხოლოდ დააფიქსიროს რომ ამათ იმ ცოდვას ჩადის. არამედ ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი. და უნდა ეცადოს, რომ სახარებისეულად იცხოვროს, სახარებისეულად იაზროვნოს. ამისათვის სახარება უნდა იკითხოს, სხვანაირად არ გამოვა. სახარებას რომ წაიკითხავს, მხოლოდ მისი კითხვითაც არ გამოვა. იმიტომ რომ ზოგი რამ და ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარი იქნება. ზოგი რამ გასაგები იქნება, მაგრამ წმინდა მამათა მიერ განმარტებული სახარება ეს ყველასთვის გასაგები იქნება იმ სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, რაც ადამიანს აქვს. თორემ აი თქვენ აღმოაჩენთ, ვინც გულისყურით კითხულობს, ესე იგი. შეიძლება 10 წლის წინაც იგივე ტექსტი წაგიკითხავს. თუმცა სახარებისეულ სიტყვებს რომ მხოლოდ ტექსტი უწოდეს შეიძლება შეურაცხყოფაც არის, მაგრამ თუ ადამიანი აი როგორც ტექსტად აღიქვავს და ასე წაიკითხავს, რაღაცას გაიგებს, მაგრამ თუ გულისყურით წაიკითხავს, შეიძლება 10 წლის მერეც ის ახალი იყოს შენთვის. ის კი არა რომ მე წაკითხული მაქვს და მორჩა. შეიძლება ყოველ წელს კითხულ და ყოველ წელსაც უნდა კითხულობდე ადამიანი და ყოველ დღე ერთ თავს მაინც უნდა კითხულობდე და თუ სწორად მიუდექი ამას, აღმოაჩენ, რომ ის ყოველთვის ახალი იქნება შენთვის. რომ ყოველთვის რაღაცა ახალი გაგეხსნება და ახალ დაინახა. და გაგიკვირდება, რომ ამას ხო წლებია ვკითხულობ. აი მე მქონია ესე იგი არაერთხელ, რომ ხო ამას ესე იგი წლებია ვკითხულობ და ესეთი რამე ადრე არ შემხედრია. ამაზე არ დავფიქრებულ ვარ. რომ რას იღმეს შეიცავს, რას გულისხმობს. და ჯერ ეს კიდე ის არ არის, რაც შეიძლება წლების შემდეგ კიდე იყოს. და არის რაღაცა კი არა, ძალიან ბევრი რამე ჩვენს თვალთაგან დაფარული, ჩვენი სულიერი თვალისაგან დაფარული. ამიტომ ყოველთვის უნდა კითხულობდეს და ყოველთვის ადამიანი, ქრისტიანი თავის ცხოვრების წესს უნდა ადარებდეს სახარებას და არავითარ შემთხვევაში ერთმანეთს, რომ აი ის ასე რო ცხოვრობს, მე ასე არ ვცხოვრობ. იმიტომ რომ თუ ჩვენ ერთმანეთს შეუდარებთ ჩვენს თავს, ან განვიკითხავთ მას და ჩვენი თავი კარგი გვეგონება, ან ყურებს ჩამოღრით და შევშურდება, რომ აი ის კარგად აკეთებს, მე ვერ ვაკეთებ. შენ მისადმი მიბაძო არ დაგევალა. ჩვენ დაგვევალა ქრისტესადმი მიბაძო. და როდესაც ჩვენ ქრისტეს ბაძავთ, ვერასოდეს თავს ვერ აიმაღლებ. რომ მე ეს რა კარგად გავაკეთე, იმიტომ რომ ქრისტეზე კარგად ვერ გააკეთე. და თუ შეატყე რომ ქრისტეზე კარგად გააკეთე რაღაც, ეს ძალიან საშიში მდგომარეობა. მაშინ რაღაცა მოკლედ ესე იგი ძალიან დიდ შიხში ვარ შესული, თუ ასე ვფიქრობ და იქიდან აუცილებლად უნდა გამობრუნო. ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობა. იმიტომ რომ ეს შეუძლებელი. თუ ადამიანი ხიბში არ არის, მაშინ ესეთი აზრიც არ მოვა.
ასე რომ აი ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ იმის ძალა, რომ ბედნიერები ვიყოთ და ბედნიერი მაშინ იქნება ადამიანი, როდესაც სინდისი დამშვიდებული აქვს, როდესაც ცოდვას ნანობს, როდესაც საკუთარ თავში ცოდვას არ ამართლებს, როდესაც ცოდვას არ შეალამაზებს და აღსარებაში ისე არ იტყვის, იმის გამო, რომ მოძღვარს თავი მოაწონოს და ვინ არის ის მოძღვარი? მოძღვარიც და ჩვენ ღვთის წინაშე ერთად უნდა წავდგეთ. ყველა თავისი ცოდვების გამო მისცემს იკავს პასუხს და არც ის არ არის სწორი, ესე იგი, რომ ჩვენ გვეგონოს ეკლესიური ადამიანი თავიდან, სიტყვაზე ვამბობ, აი ერთი თვე არ თქვა აღსარება, ორი თვე არ თქვა, ვიღაცამ ერთი წელი არ თქვა აღსარება. ეს არ არის ეკლესიური ადამიანი. ეს ეკლესიის მრევლად ვერ ჩაითვლება. ეკლესიის მრევლი არის ის, ვინც ყველა მარხვაზე, ყველა, ესე იგი, წირვაზე თუ ყველა სეზონზე, ასე რომ ვთქვათ, შემოდგომა იქნება და ზაფხული თუ გაზაფხული, ყოველთვის წირვა-ლოცვას ესწრება. და ხშირად ეზიარება. ყველა მარხვას იცავს თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ამის შესაბამისად. ხო და 1000 ერთხელ არ შემოივლის, ესე იგი. ეს არის მრევლი. ეს არის ეკლესიის მრევლი. მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თვითრჯულობით ცხოვრობს. თვითრჯულობა ამ შემთხვევაში რა იქნება? მაშინ მოდის, როდესაც თვითონ ჩათვლის, რომ ეხლა არის საჭირო ზიარება, ამ შემთხვევაში აღდგომის დღეები იგულისხმება უფრო მეტად. რომ თვითონ ჩათვლის საჭიროდ, რომ აი ეხლა უნდა ეზიაროს და ვინ გითხრა, რომ მხოლოდ ეხლა უნდა ეზიარო. და ვის ემორჩილები, უფალი მაგას არ გეუბნება, რომ წელიწადში ერთხელ უნდა ეზიარო. იქნებ საკუთარი თავის მრევლი გამოდიხარ ამ შემთხვევაში. შეჭკუაზე დადიხარ და არა ქრისტეს მორჩილებით. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი. აი პატრიარქმა ასეთი რამე გითხრა, მარხვა რომ იწყებოდა გახსოვთ რაღაცა მიმართვა რო იყო. ყოველ კვირას აღსარებით და ზიარებით გამტკიცდით. ახლა ჩვენ უფალმა პატრიარქი დაგვიდგინა რა. და ესე იგი ეს უფალმა გითხრა, ჩვენ ასე უნდა შევხედოთ. იმიტომ რომ მისი მორჩილება ღვთისადმი მორჩილება. და უფალი განა არ ამბობს სახარებაში, რომ ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, მას საკუთარ თავში ექნება სიცოცხლე. აი პატრიარქმაც ეს გითხრა. დანარჩენი აბა ვინ უნდა გითხრას ახლა. და ვინც ემორჩილება პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, ეს არის ეკლესიის მრევლი. და ვინც თავის აზრებს არის აყოლილი, ის ვერ იქნება ეკლესიის მრევლი. მიუხედავად იმისა, თვითონ შეიძლება თავისი თავი ძალიან დიდ მორწმუნედ შეერაცხოს. აი ესეთი ამბებია. კარგით, ახლა როგორც თქვით, ეს აღარ გვინდა. როგორც თქვით,